მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ანალიტიკა. თქვენ შეგიძლიათ გვადევნოთ თვალყური როგორც სოციალურ ქსელებში, გვერდებზე, Facebook-სა და YouTube-ზე საქართველოს ტალღა, აი ამ სახელწოდებით შეგიძლიათ მოძებნოთ ჩვენი გვერდები და ასევე თავისუფალი არხის ეთერში ტელევიზიის მეშვეობით გადაცემას რა თქმა უნდა გავუძღობი მე თენგოლმანიძე, მეგობრებთან ერთად, მერაბ ჩიქაშვილთან და ცოტნე მარღიასთან ერთად. მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ სტუდენტს მაყურებელს. მოგესალმებით თქვენ ბიჭებო და კიდევ ერთხელ გვინდა დიდი მადლობა უთხრათ ყველა იმ ადამიანს, ვინც თვალყურს გვადევნებს, რა თქმა უნდა, ჩვენ სოციალურ ქსელებში საქართველოს ტალღა, შეგიძლიათ ასე მოგზავნოთ, როგორც Facebook გვერდზე, ასევე YouTube გვერდზე და რა თქმა უნდა, ასევე მადლობა თავისუფალი არხის ტელევიზიას, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ გქონდეს ხალხთან ესეთი თანამშრომლობის შეიძლება ასე ითქვას ურთიერთობას საშუალებას რო გვაძლევს და კიდევ ერთხელ ნუ როგორც ყოველთვის ორიენტირებული ჩვენ სვენზე და მაყურებელზე და თემების ბუნებრივია გვაქვს და ყოველთვის ვცდილობთ რომ იყოს აქტუალური თემები ჩვენ წინა გადაცემაში წინა ანალიტიკა ჩვენ ფაქტიურად თავიდან ბოლომდე საგარეო პოლიტიკაზე გქონდა საუბარი და ნუ ხანდახან არის ხოლმე მართლა ისე რომ მნიშვნელოვანი საკითხები წყდება და ხანდახან კი არა ეს ბოლო პერიოდი უკვე სუასია ჩვენ სირგულს წყდება დღეს მაინც შევეცადოთ რომ შიდა აქტუალურ საკითხებზე ვისაუბროთ კი მათ შორის შიდაზე ნუ რა თქმა უნდა გვექნება საგარეო პოლიტიკაზე საუბარი მაგრამ ნუ სასურველია რომ ალბათ მაინც დავიწყებთ შიდა პროცესები თუ რა ხდება შიგნით ჩვენს პოლიტიკაში ყოფილ თუ ეხლანდელ ხელისუფლებებს შორის და ნუ ზოგადად რა გამოწვევებია იყო და საზოგადოებაში შორის ერთი რამე უნდა ვთქვა შემდეგ უკვე ცოტნე შენ ზააკვირდებოდი ალბათ იქიდან გამომდინარე რომ გარდა ამ გადაცემაში ჯდომისას ჩვენი სოციქსელის ასე ვთქვათ მამამთავარი ხარ ძალიან აქტიური წინა კვირა გქონდა ამ ხრივ ჩვენი სოციალური ქსელები და დიდი მადლობა ამისთვის ჩვენს მაყურებელს ბუნებრივია შემდეგ ჩვენ გამოვაქვეყნებთ კიდეც სტატისტიკას 12 იანვარი იყო წელს და აი ამ მოკლე მონაკვეთში მიუხედავად იმისა არის კვირაზე მეტი ორი კვირა თითქმის ამოვარდნილია თვიდან უკვე მილიონს მიუახლოვდა ჩვენი სოციქსელში მხოლოდ ჩვენი ნახვევი და ესეც თან ყოველგვარი რეკლამის და ბუსტის გარეშე ფინანსური გადასახადების მანიპულაციების გარეშე თუმცა ეს არ არის ცუდი მომავალში ამასაც გეგმავთ რა თქმა უნდა როდესაც კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ჩვენი აუდიტორია და ალბათ არის ხო ეს მნიშვნელოვანი შენი აზრით ეს ნიშნავს რომ ერთგვარად ინტერესი იმ საკითხებთან მიმართებაში რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე როგორც ჩანს არსებობს საზოგადოებაში მოგესალმებით თქვენ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს რა თქმა უნდა ანუ ძირითადად მარტივად რო ვთქვა და ავხსნათ მიზეზი ამ თემისა ალბათ ის არის რომ დღესაც ალბათ სამწუხაროდ კვლავ იმ რეალობის წინაშე გავართ რომ მიუხედავად იმისა რომ ეგრეთ წოდებული სამთავრობო მედიები დღეს განსხვავებით დაუშვათ 5-6 წლის წინ მათი ესე იგი მედია პოლიტიკისა შედარებით განსხვავებულად მოქმედებენ და მათ დაიწყეს რაღაც ნაწილი სიმართლის გაშუქებისა ხო მათ შორის გულისხმობ ჩვენ დაუშვათ იმ ევროპის და დასავლეთის დღევანდელობას და იმ რეალობას რაც იქ არსებობს და თუნდაც აი უკრაინის კონფლიქტზე ხო გვახსოვს ეხლა რომ მათ შორის ეს სამთავრობო მედიები 2-3 წელი მტკიცებდნენ რომ უკრაინა ომში იმარჯვებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს ეს მეტნაკლებად შეცვლილია, თუმცა მაინც ნაკლებად ისმის განსხვავებული პოზიციები იქ, რაღაცა იმ სამთავრობო პოლიტიკურ ხაზს მიღმა პოზიციები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ აი ამ კონტექსტში არ ჯდება და შესაბამისად ეს აქტივობა დაუშვათ რაც მხოლოდ ჩვენ სოციალურ Facebook-ს გვერდზე ამ შემთხვევაში საუბარი Facebook გვერდის აქტივობის მაჩვენებელია ეს მიანიშნებს იმაზე რომ აი ამ განსხვავებულ პოზიციებზე, განსხვავებულ ანალიზზე და განსხვავებულ ხედვებზე სიტუაციის ახსნის განსხვავებულ ვარიაციებზე და ვარიანტებზე აქვს საზოგადოებას ინტერესი და დაუშვათ ის კვლავაც მიუხედავად იმისა რომ არსებობს გარკვეულწილად ნიჰილიზმი და სტაგნაცია ქართულ პოლიტიკურ კლასში ქართული საზოგადოების უმრავლესობა მაინც აქტიურად არის დაინტერესებული ქართული პოლიტიკით, ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელობით და ხვალინდელი დღით და მით უმეტეს ახლა ბილად რომ თქვა ისეთი უცნაური პროცესების მომსწრეები ვართ, რაც ქვეყნის შიგნით მიდის, რომ ქვეყნის გარეთ რაც ხდება ახლა საგარეო ამაზეც ვისაუბრებთ, თუმცა ამაზე 2-3 წლის წინ ჩვენ დაახლოებით მსგავს რაღაცას საუბრობდით, ვამბობდით უკვე. სამთავრობო მედიები თქვი შენ და სანამ გადავალთ მე ძირითად თემებზე ეს აუცილებლად მინდა რომ თქვა. აი რა ჩვენ თქვი რომ სამთავრობო მედიები 3-4 წლის წინ განსხვავებულ სურათს გვაჩვენებდნენ 3 წლის წინ ალბათ კიდევ უფრო
თვალნათელი იყო ეს, როდესაც დაიწყო უკრაინაში ომი. ჩემი აზრით, აი ფაქტორი, რომ მაგალითად ჩვენი ტიპის სტუდიების, ანუ არა დიდი რესურსის მქონე, უბრალოდ ასე ვთქვათ, პატარა სტუდიების მიმართ ინტერესი იზრდება, ესეც არის, რომ ეხა ჩვენ იმას ვამბობთ დღესაც, რასაც ვამბობდით იმ 3 წლის წინაზე, რის გამოც 1000 ტალახი მიგვიღია და აი არ მინდა ეხა ესე კონკრეტულად შეიძლება ვინმეს ეწყინოს, მაგრამ აი TV იმედის მხრიდან მაგალითად ეხა დღეს იმაზე აპელირება, აი მაგალითად ძალიან გულზე მხვდება ხოლმე, რომ დაუშვათ მოხდა დაბომბა იქ რუსეთმა რაღაც ენერგო ობიექტი და ამან მოსახლეობას გაეთიშა იქ კიევში შუქი. ეხა აი ამისი გაშუქება იმედის მხრიდან ამაზე პედალირება და იქ მერე ტროლბოტების ღლიცინი და ღრიანცელი ამ ყველაფერზე აი ჩვენ არ გვიკადრია ეგეთი რამე, ვისაც პრორუსობას გვაბრალებენ, ხო? 100 წელი და არც ვიკადრებთ და თავიდანვე ეგ იყო ჩვენი პოზიცია, რომ იქ უკრაინელი მოსახლეობის ან უკრაინელი ხალხის მიმართ კი არ არის ეს ყველაფერი. ისინი ხედავდნენ აი ამ შავ და თეთრ ფერებში, თორე პირიქით ყოველთვის სოლიდარულები ვიყავით ამ ხალხის მხრიდან და აი ჩემთვისაც კი ეხა სამთავრობო მედიის მხრიდან ხანდახან ესეთ გადაჭარბებული მხარე და პოზიციად გამოჩენა არის ხოლმე გამაღიზიანებელი და ხალხი ეხა მით უმეტეს რომელმაც იცის რას ამბობდა ეს TV იმედი 3 წლის წინ და რას ამბობს დღეს და ამას საზოგადოება ხედავს, ხო? შეუძლებელია რომ საზოგადოების ფოკუსის მიღმა დარჩეს, იმიტომაც იკლებს მე აი ამ მეინსტრიმულ მედიაზე გარკვეულწილად მოთხოვნაც, მათ მიმართ ნდობაც და ჩვენი ტიპის მედიების მიმართ არის ხოლმე უფრო მეტი ინტერესი, რაც რა თქმა უნდა ჩვენ მხოლოდ გვახარებს. რადგან ამაზე მიდგა საუბარი, უბრალოდ მაინც ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ მადლიერი ვარ ჩვენ ყველა იმ ჩვენი გამომწერის, ვინც ჩვენს Facebook გვერდს და YouTube გვერდს აქტიურად უყურებს და აშუქებს. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოუწოდა უთხარო საქართველოს ტალღა მოძებნეთ როგორც Facebook გვერდზე, ასევე YouTube გვერდზე და რა თქმა უნდა TikTok არხზე. მინდა ისიც თქვა, რომ გარდა იმისა, რომ პოლიტიკა და ძირითადად, გასაგებია ახლა, როდესაც მეინსტრიმ მედია და მით უმეტეს სახელმწიფო მედია ამას ამბობს, მას თავისი მიმართულება აქვს, თავისი ეგრეთ წოდებული message box-ი აქვს, message box-ი ქართულად რო თქვა, თავისი გზავნილები აქვს და ამ გზავნილებს მიყვება, მაგრამ არის კიდე ერთი რამ, მე განსაკუთრებით მინდა თქვა, აი მაგალითად შევეხო, შენ თქვი, რომ აი ჩვენ მაინც ალბათ ვფიქრობ, რომ უფრო მეტ დროს ეს არის რაღაცა დოზით რისკავთ არა იმას რომ თქვა აი რაც არ არის პოპულარული იმაზე არ ვლაპარაკობთ. სამწუხაროდ ამ ბოლო დროს პოპულარული აღარ არის განათლებაზე საუბარი. პოპულარული აღარ არის ქართულ მწერლობაზე ლაპარაკი. საერთოდ საქართველოს რეალობის დანახვის იმ პერსპექტივიდან რომელსაც მავანი თქვა საბჭოთა კავშირს ეძახდნენ და უიეს რა იყო და მთელი მეცნიერება და მექა, კინო, თეატრი არ ვიცი თუ რამე არსებობდა და არის, არის იმ ეპოქის დამსახურება და არის იმ ხალხის დამსახურება და ჩვენი თქვათ ერთ-ერთი მთავარი ნიშაც რაზეც გვინდა ჩვენ ვისაუბროთ ეს არის განათლება, ისტორია, რაც მაგალითად ხდება იგივე გუშინაც ხო დროის სამართალი გადაცემა რომელიც ვფიქრობ რომ მე მაინც გონია რომ წარმატებული გამოდგა და მადლობა ღმერთს სრულიად უანგაროთ ჩვენ აი თითოეულ ადამიანი გვეხმარება და ჩვენი უფროსი მეგობრები გვეხმარებიან რომ აი ეს პროექტი ხო დროის სამართალი სადაც ჩვენ არავის არც ერთ ჩვენ სრულიად უანგაროთ ვემსახურებით აი ამ სტუდიიდან ხო აი ამ პროექტს არის წარმატება და გუშინას ბატონი დავითი იყო სტუმარი სადაც პავლე ინგოროყოზე ელაპარაკა და აი ის რაც შენ თქვი რომ 11 დღეში ნახვებმა 12-ში დავიწყე ჩვენ და სოციალურ ნახვები საკმაოდ ბევრია ხო და მილიონს გადაცდა განაპირობა სწორედ რამოდენიმე ვიდეო სწორედ რომელიც მიუძღვენით სადაც ჩვენ ქონდა საუბარი თქო იგივე გიორგი მერჩულეზე და ზოგ გრიგოლ ხასტელზე და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ რომ ჩვენ ეს ხაზი უნდა გავაგრძელოთ მესმის რომ დღეს სადღაც ვიდეოს მოიჭრება ჩვენთან ანალიტიკოსები მოდიან იღებენ მონაწილეობას და საკმაოდ რეიტინგულად ამ ადამიანებს თავის გამომდინარე იქიდან ვისი სტია ეს ძალიან ცუდი ის არის მაგრამ რა იდეოლოგიის არის მათ თავისი რეიტინგი აქვს მაგრამ მაინც მეტი წილი ჩვენ გავაგრძელებთ იმას რომ არაპოპულარული რაც არის თქვა სამწუხაროდ ხო განათლებაზე იგივე ქართულ მწერლობაზე ქართულ ისტორიაზე რეალურად რაზეც არის ლაპარაკი ჩვენ ამას გავაგრძელებთ ამიტომ ეს ამის დამსახურებაცა და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა უთხრა ჩვენს მაყურებელს და უშუალოდ რომ გადავიდეთ ახლა ჩვენ თემაზე ჩვენთვის თემა რომელზეც ახლა გადავალთ მე ალბათ ვფიქრობ რომ ის კი არა მარტო რომ ანალიზს ვაკეთებთ ამ გადაცემაში ანალიზს გავაკეთებთ თემას რომელთანაც შეხება არ გქონია პირიქით რომელ თემაზე ჩვენ ახლა ვისაუბრებთ და რაც გვტკივა ჩვენ და რაც
ჩემთვის პირადად, ჩემთვისაც და ცოტნესთვისაც, ხო? უშუალოდ გვეხება, უშუალოდ ვართ მონაწილეები და ალბათ თუ რამე კრიტიკოს დღეს გავიგებ ჩვენი ხელისუფლების მიმართ, ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, ღმერთია მოწამე, ჩვენ ხანდახან ისეთ რაღაცებში ისე გვდებენ ნამეტანი, თქვათ, ქართული ოცნების ხარდაჭერება და იგივე თქვათ კონკრეტულად ბიზნესმენშულზე თუ ასაუბარი, ამ შემთხვევაში ჩვენ საკმაოდ ობიექტური ჩვენი ხედვით მე პირადად ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ხება ეს თემა ძალიან არა მხოლოდ ფიზიკურ შეხებაზეა საუბარი, ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმზეა საუბარი, არამედ მორალურადაც და ეს მე შენ და ცოტნე კი ბატონო ბარიკადებზე მაშინ ვერ იდგა ასაკინა გამომდინარე, მაგრამ მის ოჯახს და ვინა ბოლომდე ეხება ეს და მის მამას ბატონ ავთოს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემდა, ვინ და ყველამ კარგად იცის, მით უმეტეს ქართულ ეცემო რომ მოიკითხოს, როგორი ოჯახია, რომელი ოჯახია და ცოტნე რომელ ოჯახს წარმოადგენს, რომელიც მაშინ რა თქმა უნდა კი ბატონო, ზუსტად ის თაობაა, აი ჩვენ რომ ამოვთ ხოლმე რომ მე პატარა ვიყავი, სულ არ მახსოვს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ კი ბატონო ცოტნე ეს თაობაა და ჩვენ ყავს ჯგუფში და გუნდში ასევე მარიამიც იგივე თქვა ჩვენი თანამშრომელი, რომელსაც რა თქმა უნდა ბუნებრივია რომ ეს არ ახსოვთ, მაგრამ მათ ოჯახებს შეეხო და ასევე არის ეს ვარიანტიც. ეს მაგალითიც. ამიტომ ჩვენ ეს გვეხება სამივეს, რომელ თემაზეც ახლა ვისაუბრებ და კრიტიკა რომელიც იქნება, მე ვფიქრობ რომ იქნება საკმაოდ ობიექტური და ბოლოს და ბოლოს ყოველთვის თავი დავანებოთ თენგო მეც და შენც ტელესივრცეში ის მედიაც ხელისუფლებაა, საზოგადოებრივია, ოპოზიციური მედია ძალიან კარგად გვიცნობენ და პირადად ვინ ვარ ჩვენ, რაზნეობის ხალხი ვართ, როგორი მოდი პირდაპირ ვთქვათ, როგორი კაცები ვართ, როგორი ოჯახის შვილები ვართ და იმ საქმეში სადაც ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, ნებისმიერ დროს, გასაჭირის დროს და ხინის დროს, ვინ როგორ ფეხზე ვდგავართ და საკუთარი ღირსება და მორალი და სიტყვის ფასი და სიტყვის თავისუფლების და ობიექტურობის ფასი კარგად ვიცით. ამიტომ დავიწყოთ ახლა ის. კი ბატონო, უბრალოდ აი ერთი რეპლიკა მექნება, რომ ბრალს გვდებენ რომ რაღაც პროსამთავრობო პოზიციებია, მოდი ვინ გვდებს ბრალს, რა ვიცი, გვინდა ახლა ამაზე. არა, უბრალოდ არა, შეიძლება ხშირად ობიექტურიც არის, ეხლა მე პირადად ძალიან არა მე ერთი პატარა სტუდია ვარ დარჩენილი და რაღაცა ხათრი და მადლით გავდივართ იმ ახსე სადაც გავდივარ და პირადი ჩვენი ურთიერთობები და ბრალს რომდებს ისეთი ხალხი რომელიც მაგალითად რა ვიცი აი სტერეოპლუსზე საერთო ანძით გადაიცემა სადაც 22000-ია მარტო თვეში გადასახდელი მარტო მოსაკრებელი თორ ტექნიკურად კი რა თქმა უნდა ხა ამას ვერავინ შეგდებენ ბრალს რომ შენახარ პროსამთავრობო და მე ვარ აქეთ დამოუკიდებელი ნუ მოდი ეს ხო განსაჯოს მაყურებელმა და შეიძლება სხვა შორის შემდეგ ამ თემებზეც გქონდეს ხოლმე უფრო ისეთი ხილვებიც, მაგრამ მოდი ჩვენ მათ ვეპაექროთ გემოვნები ჩვენი საქმე. კი ბატონო. კი ბატონო, მათაც აქვს საშუალება და ღმერთმა მიცეთ, საშუალება აქვს ისეთი რომ მხოლოდ სოციალურ ქსელში მილიონ რაღაც დღეს ყველაფერი არინა, საერთოდ ამ Facebook-ს და საერთოდ აი რაღაცნაირად ყველაფრის უსწრება მოხდა. დღეს ნებისმიერ ადამიანს, აი მაგალითად ჩემი ოჯახის წინა თქვათ ყველაზე ხანდაზმულ წევრზე ვიტყვი რა. დღეს ახლა მე ბებია ჩემსაც ვერ მოვატყუებ, თქვათ, რო ჩავიდე გურიაში, რო უთხრა რომ ბებო ეს ისე ხდება იმიტომ რომ Facebook-ზე წერია, იწერება რა ფინანსდება, რაში ვიხდით რა, ეხა ისეთი არხი მე რომ მეთქვის რომ შენ ხელისუფლება ხარ და თან მაკრიტიკებს რომ კაცშული არ გიყურებ და მას დაფინანსებული აქვს, გადახდილი აქვს, ეგრეთ წოდებული ბუსტი და მას აქვს ძალიან ცოტა ნახვა და ჩვენ სადაც წერია რომ არა გვაქვს დაფინანსებული, მაგრამ იმ თემას ვეხებით და გემოვნებით ვეხებით, რომელსაც 100,000 და მილიონი ნახვა აქვს. ნუ აი ეს არის უკვე როგორი მაგალითი, იცი რომ ამ პაექრობაში მოდი ისევ დავჭეთ იმ სივრცეში გემოვნებით ვიპაექროთ. თქვენ ხართ ბიჭები რა როგორ არის ცნობილ კინოში რაც გინახა თუ ბიჭები ხარ და დაგხვდით და ხო მოდისო ისო არა ფაშა მოდისო რაც გინახავს ეღანაღავში ეს რომ მიახტება იმას და აბა გადაეცითო ხა თქვენ იმას მოვდივართო თუ ბიჭები ხარ დაგხვდით ამოდი აქ გქონდეს განჯანსაღი განათლებაზე ორიენტირებული პაექრობა არავის ყველას ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ნამდვილად ეხლა კი გადავიდეთ განსახილველ თემაზე გვინდოდა რომ დღეს ვისაუბროთ იმ ინიციატივაზე რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის და რაც გულისხმობს საქართველოში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დებატების კულტურის დაბრუნებას და ის რომ ზოგადად სამთავრობო წყაროები უკვე ამაზე საუბრობენ რომ
დებატები ეს არის ის კულტურა, რაც აუცილებელია ჯანსაღი პოლიტიკური გარემოსთვის, მე მგონი ამაზე ყველანი თანხმდებით. მაგრამ უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი ცოტა სხვა კონტექსტიდან დავინახოთ და მოდი სანამ უშუალოდ ამ ინიციატივას განვიხილავთ, ჯერ გაჩვენებთ ერთ კონკრეტულ ვიდეოს კოლაჟს მოდი ასე კოლაჟ, ვიდეო კოლაჟს, არც თუ ისე შორეული წარსულიდან, სულ რაღაც აი ერთი წლის ფარგლებში ამოკრეფილი ვიდეოები არის. საუბარი არის იმ ხალხზე, ვისთან ერთადაც დღეს ქართული ოცნება დებატების გამართვას გეგმავს. მოდით ვნახოთ აი ამ ერთი წლის განმავლობაში როგორ რა ფონს, რა ნარატივს თესავდნენ თავად აი ამ პოლიტიკური ძალების შესახებ, თუ შეიძლება გავუშვოთ ვიდეო. ყოველდღიურად კიდევ უფრო ნათელი ხდება გარე ძალების მიერ დაფინანსებული და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობის რეალური მიზნების შესახებ. ამავე დროს საზოგადოება თვალყურს ადევნებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხდომებს. სულ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს სხვადასხვა ადამიანების გამოკითხვა და პირველივე დღეებში არა მხოლოდ ინფორმაციულად, არამედ უკვე მტკიცებულებების დონეზეც აშკარად გამოიკვეთა, რამდენად ღრმა ფესვები აქვს იმ ბოროტებას, რომელსაც დღემდე ებრძვის ქართული საზოგადოება და მის მიერ არჩეული ხელისუფლება. საგამოძიებო კომისიის პირველივე ხდომებიდან კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამძრახველები ქვეყნის წინაშე საერთო ტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პარტიები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას. უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგცემს მყარ საფუძველს მიმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ბომბების ცეცხლის ჯობს სირცხვილისგან წვავს. მერე რა თუ ომი დაიწყება, რუსეთის სულად მაინც ვერ გაგაკონტროლებთ. იცვლებოდნენ გზავნილის გამხმოვანებლები, თუმცა არ იცვლებოდა მთავარი გზავნილი, რომელიც თითქოს ერთი სახელმძღვანელოდან იყო ამოკითხული. საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო. საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ კარგად გაიხსენონ და გაანალიზონ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები. სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძის და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად გამტკიცება დავიწყოთ. ოპოზიცია ხალხის თვალში არის თავიდან ბოლომდე დისკრედიტირებული, ყველა მიცის, რომ ეს ადამიანები მუშაობენ საქართველოს სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამას აკეთებდნენ ისინი 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ამას აკეთებენ ისინი დღემდე. ეს არის აგენტის ხვედრი, როცა დაგავალებენ პირდაპირ უნდა დაუპირისპირდე საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. შეგახსენებთ, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. დიახ, შეგვახსენა ბატონმა მამუკამ დინარაძემ, რომ ეს იყო მათი წინასაარჩევნო დაპირებაც. თუ შეიძლება ახლა გავუშვათ მეორე ვიდეო, როგორ სრულდება ეს დაპირება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახალ დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია გარდამტეხი როლის შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში. სიძულვილის შეგადილი წრე შეუძლია, რომ გაარღვიოს და ყინულმჭრელი შეიძლება გახდეს ამ თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ინიციატივას, რომელთაც დღეს გამოვედით და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე უნდა დაიწყოს უკვე ეს პროცესი. არა უგვიანეს რაღაც ორი კვირისა უკვე რაღაც ფორმატები უნდა არსებობდეს ჩვენი წარმოდგენით და უკვე უნდა შედგეს პირველი დებატები სხვადასხვა მხარეებს შორის. მერაბ, ნოდი, შენი დავიწყებ საუბარს იქიდან გამომდინარე, რომ შენ თავად იყავი აი იმ კომისიის მონაწილე, რაზეც ვიდეოს დასაწყისში საუბრობდა სპიკერი, მამუკამ დინარაძე იყო მე მგონი, როცა ამბობდა, რომ საკონსტიტუციო აი ამ საპარლამენტო კომისიის განხილვები, რაც მთელი შარშან მთელი თვეების განმავლობაში კაი კინო შემოგთავაზეს, შეიძლება ითქვას, სამწუხაროდ ამ ტერმინი შემიძლია მხოლოდ მოიხსენიო, იმიტომ რომ შედეგი ამ ყველაფერს მოყვა ის, რომ არა ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით. ეს პარტიები კი არ იკრძალება, მათ ეპატიჟებიან
ჯერ საპატიმროებიდანაც თავისუფლებიან უკვე და ეპატიჟებიან დებატებში, ეპატიჟებიან ეთერებში, რომ გაიხსნას მათთან დისკუსია, ეს არისო თურმე სიძულვილის ენის დასრულების ესეთი ეფექტური გზა. რა შეფასება გექნება შენ? პირველ რიგში მინდა უბრალოდ თქვა, რომ ეხლა ბატონი მამუკა ბდინარაძე დღეს არის საქართველოს უსაფრთხოების კონსტიტუციის უსაფრთხოების დეპარტამენტის სუსის შეფია, შეიძლება ასე ითქვას. კარგია, რომ არსებობს მასალა, როგორც და რა პათოსითაც ისინი მაშინ, როდესაც იყვნენ საპარლამენტში, ამბობდნენ და საუბრობდნენ ნაციონალურ მოძრაობაზე. ჩვენ დღეს ბატონი ირაკლი კობახიძე ისევ არის პრემიერ-მინისტრი. ჩვენ რა თქმა უნდა მაშინ ეჭვი არ გვეპარებოდა. სანამ მამუკა ბდინარაძე იტყოდა მაგას, სხვათა შორის 2012 წლამდეც ვამბობდით ნაციონალურ მოძრაობაზე იმას, რასაც მე დაეწყო, თქვათ, ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული სპიჩები მე ქართულმა ოცნებამ უკვე 2020 წლის არჩევნების მერე მოდი ვთქვათ, ხო? დაიწყო და რეალურად დაიწყო ბრძოლა მართლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ამას კი არ ვამბობდით მაშინაც კი ვიბრძოდით. და მათ მართლა ვებრძოდით. სხვანაირად მე ვერ მოხვდებოდი საგამოძიებო კომისიაზე, ქალბატონ თია წულუკიანმა როცა მიმიწვია, ვერც მე და ვერც სხვა დანარჩენი მცირედი იმ ადამიანების ვიზეც თვალნათლივ იყო ის ტრაგედია მომხდარი, რაც მოძრაობამ ჩვენ დაგვაწია, ხო? ჩვენ ორგანიზაციებით მაშინ იქნებოდა ინდივიდუალურად თუ ასე შემდეგ, ციხეების გამოვლა, პოლიტპატიმრის სტატუსის მონიჭება და შემდეგ უკვე ჩემ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს ორივე ჩემი პატიმრობა გამომართლებელი, სადაც რა თქმა უნდა, ჩემი გადაწყვეტილებაში წერია და მე ვთქვი ეს კომისიაზე კიდევაც, რომ ჩემი სტრასბურგის გადაწყვეტილებაში წერია, რომ დაევალოს ხელახლა გამოიძიონეს საქმე, რაც სხვათა შორის დღემდე, აი ამ წუთამდე ადევს საქართველოს პროკურატურას კისერზე. და დღემდე ეს საქმე არ არის დამთავრებული. რატო ვამბობ ამას? ჩვენ მაშინაც და დღესაც. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ შემთხვევაში ვეთანხმებოდით დღემდე, უბრალოდ ეხლა არის აქ ძალიან ცუდი სახე და ფერი ცვალება. მე ვერ ვხვდები. რა დებატებში და რომელ დებატებში ეპატიჟებიან თან დღეს ASE და სხვა შორის ირაკლი კობახიძეს გაშმაგებით აქვს ეს რაღაცა ვადებიც კი ძალიან შემცირებული აქვს. ირაკლი კობახიძე დღეს ამბობს, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს და პირდაპირ ვამბობ, ის ხო არ დამთავრებულა, რაც დაიწყეს. ჩვენ რა კოლაშიც გაუშვით. ის ხო არ მორჩა. იცით ჩემთვის მაგალითად როგორ დამთავრდა ის? ალბათ ასე ვხედავ. სანამ ამ განცხადებას გააკეთებდნენ ახალი წლის წინა დღეებში, ვიდრე დაიწყებოდა სანამ მე გერმანიაში გავფრინდებოდი, დამირეკეს მე საპარლამენტის ქალბატონი თია წულუკიანის აპარატის ხელმძღვანელობამ თუ სამდივნომ ძალიან საპატისცემო ქალბატონმა და მითხრა რომ მე აუცილებლად მოდი, იმიტომ რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნით წიგნი უნდა გადმოგცეთ. თავიდან ცოტათი ტელეფონში უთხარი, საერთოდ არ მოველოდი, რომელ წიგზე იყო ლაპარაკი, რა წიგზე იყო ლაპარაკი, იმიტომ რომ ყველა ჩვენ თელი სხვა საზოგადოებას და ეს პირდაპირ ეთერში რომ გადაიცემოდა, ყველა ჩვენ ვიყავით მისული მიზნით და მე წავედი და ნაწილი ასევე პირდაპირ ეთერში მოვყევი და კიდევ ერთხელ მოისმინა ჩემმა ქალიშვილმაც, ჩემმა ოჯახის წევრებმა, ჩემმა მეგობრებმა, სხვამაც და მე პირდაპირ ეთერში გამოვიდა კიდევ ერთხელ მოვყევი დამამცირებელი ფაქტები ჩემს მიმართ, გამამცირებელი ფაქტები პატიმრობის დროს. იმის გამო რომ ერთადერთი მოტივით რომ ყველაფერს ოღონდ სამართალი დადგენილიყო და ეს ხალხი რა გამოცხადებაც ჰქონდა საქართველოს პარლამენტის იმ კომისიას, იმ შემადგენლობაზე, მთელ შემადგენლობას, რომ ეს ნაციონალური მოძრაობა ერთხელ და სამუდამოდ დაემთავრებია როგორც პოლიტიკური ფიგურები. ამას სხვათა შორის მანამდე მე მონაწილეობა ასევე მაქვს მიღებული 2016 წლის, როდესაც პატრიოტთა ალიანსი შევიდა პარლამენტში, როდესაც ქალბატონ ირმა ინაშვილს ჰქონდა გამოცხადებული, რომ ცნეთ და რეზოლუციის ხელმოწერები შეგროვდა. მაშინაც მაქვს მიღებული მონაწილეობა უკვე პარლამენტში და მაშინ სხვათა შორის ირაკლი კობახიძემ და ამ ადამიანებმა უარი თქვეს. ხელი არ მოაწერეს, რომ გამოცხადებულო დამნაშავედ. მაშინაც და მერეც და ეხლაც მივედი სწორედ ამ ლოგიკით, რომ ეს დამთავრებულიყო და რას ვიღებ დღეს ჩვენ? ანუ მე მივიღე წიგნი
არ ამიღია სიმართლეს გეტყვით, იმიტომ რომ ისე მოხდა რომ გავფრინდია სხვა შორის წინა დღეს და მერე დღეს. არ ამიღია ეს წიგნი და ეხა ჯეგეთ ზრდილობის და საკმაოდ მე ჩემ თავსაც და მათაც ძალიან დიდ პატივს ვხედავ, ვიცი ზოგადად ზრდილობის ამბავია შევპედი, მაგრამ ვერ მივედი, იმიტომ რომ ზუსტად მეორე დღეს თუ მესამე დღეს მივფრინავდი და არ მოხერხდა, იმიტომ რომ მე ვერ გაიტანო ამ წიგნს მითხრა იმ კაბატონმა, მე რა მივიღე ეხა, ანუ წიგნი მე ციმ სხვა დანარჩენება და ეს ხო ჩვენი წარმომადგენლები ვიყავით, ეს ხო მთელ 90%-ს შეეხო ნაციონალურ მოძრაობა. და თვითონ ამ ადამიანებს როგორც ამბობდნენ, როგორც ეხებოდათ, ჩვენ მივიღეთ წიგნი საზოგადოებამ მიყურა დებატებში ვისთან მიდიან. მე უბრალოდ მინდა უთხრა, კაი დავანებოთ მერაბჭიქაშვილის საქმეს, დავანებოთ თქვა იმ 7 ნოემბერს, დავანებოთ ომის ამბავს და ვიცით მან რაც მოხდა და როგორ მიდიოდა მთელი საპროცესო ეს მთელი ეს კომისია, დავანებოთ ამ ყველაფერს თავი. მე რა მაინტერესებს, იცი? რაღაც ზნეობრივ მორალურ სტანდარტებზე ვის უნდა ელაპარაკონ? ეხლა რაღაც მგონია რომ და სხვა შორის კობახიძე მირაკლიმ დაამატა რომ არა აქო მარტო პარტიები კი არაო საზოგადოებასაც თხოვთო და მე და სხვა დანარჩენი მე მგონია რომ საკმაოდ მაღალი მორალური სტანდარტი მაქვს მე და ამას ვიცავ სხვათა შორის 2007 წლიდან დაწყებული 7 ნოემბრიდან დაწყებული არა უფრო მეტის 6 წლიდან სანდროს ამბავზე როცა დავიწყეთ ყველანაირ მორალურ ზღვარს ვიცავ და ვცდილობ და არც ღირსებაზე არ გადამიხოვია მაგრამ თვითონ რომელმორა თავიანთი მორალია რომ ეხა მათ დაუждენ ვინც ირაკლი კობახიძეს ვინც მამუკა მდინარაძეს პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით ჩვენ გვახსოვს კადრები აგინებდნენ მკვდარს და ცოცხალს შვილებთან ერთად უვარდებოდნენ დეპუტატებს რომლებიც ყველანაირ მორალურ ზნეობრივ ხას უსვავდნენ და ნაციონალურ მოძრაობის წევრები ისევრები ოცნებას ირაკლი კობახიძეს მდინარაძეს ყველა დანარჩენს როგორ მოიხსენიებდნენ და როგორ იმაშიც გადა მე ამაზე თვითონ რა განცხადებას აკეთებდნენ სასამართლო პროცესები მოუგეს იმიტომ რომ შვილებთან ერთად შეურაცხყოფა მიაყენეს და მართალიც იყო ეს ისინი არიან ამაზე წამსვლელები მათი მორალიდან ეხა თვითონ უჯდებიან დებატებში მათ ანუ კობახიძეს და მდინარაძეს რომელსაც ცოლს შვილი ოჯახის წევრები არ დაუტოვეს ყველა მათ მედია საშუალებაში და სოციალურ ქსელში რასაც აკეთებდნენ ეს იყო ყველაზე ამაზრზენი და არის დღემდეობობ ამაზრზენი ჩვენ ამის წინამდე ვიყავით რომელმაც ყველანაირი მორალური ზღვარი არ გააჩნია არც ერთ ნაციონალურ მოძრაობის წევრს არ გააჩნია არანაირი მორალური ზღვარი ანუ ისინი ეხლა ყველაზე პირველი თავის გაკეთებულს უკან მიაგვდა მათი მორალიდან გამომდინარე უჯდებიან მათ დებატებში აბრუნებენ მაღალი საზოგადოებრივი კულტურის იმათ მოგვიწოდებენ ჩვენ და თვითონ ჯდებიან მან და მოგვიწოდებენ რომ ჩვენც მათ მივიდეთ და მე რა მივიტანო იქ წიგნი საკომისიო დასკვნის წიგნი მივიტანო და რა რომ მითხავს მე ნაციონალურ მოძრაობის წევრმა რომ აჰო ძმაო მერაბო რა გინდაო შენ ჩემგანო შენ ხო მე მოკრებოდიო რომ გაგასამართლებენო გემოკრებოდი კანონის ძალით მე ხო სხვა იარაღი არა მაქვს და რა ვქნა ახლა მივიდე და რა თქواس ახლა ემო რა შენ წიგნით მოხვედი ჩემთან წიგნში ხო დაგწერი ანუ ამაზეა ლაპარაკი აი ეს არის საუბარი ამაზეა საუბარი რაც არ უნდა ახლა ბოდიში ემოციების მაგრამ ეს ახლა ჩემთან რამდენ ოჯახს შეეხო რამდენად ანდა ვის უნდა უთხრან დებატები აღვადგინოთო სუხან მოლაშურის მამას დებატები აღვადგინოთო ამათან ირინა გირგულიანის და სანდრო გირგულიანის ოჯახის და თქვა გურამ გირგულიანს უნდა უთხრა ან ჩამოვთვალოთ მე არ მინდა ეხა უბრალოდ ვახსენო იმ ადამიანების სახელები ვისაც დღეს რა ვიცი მე და შენ ვიცით ვიბრძოთ ანუ ვის თავжდები დებატებში შენ ხო არ გონია თენგო რომ იმ დებატებში ჩვენ კი ბატონო არა გვაქვს პარტია მაგრამ გვაქვს სატელევიზიო რაღაცა აი საშუალება პატარა სტუდია ისიც მადლობა თავისუფალ მათი დამსახურებით იგივე თქვა ორგანიზატორებს დირექტორებს და იმას ხელმძღვანელობას თავისუფალი არხის შენ რა გონია რომ ამ დებატებში ჩვენ მიგვიწოვეთ სადმე ახო არ გონია რომ ვინმე მართლა რეალურად ოპოზიციური პარტიის ძველ თანამებრძოლებს იქნება თუ ვიღაც ადამიანებს მიიწოვენ იგი 7 ნოემბრის აქციის მონაწილეებს რომლებიც ახლა გაც შეიძლება პარტიაში არიან მაგრამ შეგონდა ჩვენ მიგვიწოვენ და საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ეს თუ თავიანთ ტელევიზიებში ხო მიგვიწოვენ და ჩვენ მე მკითხავენ რომ ის არა მე თურმე ესე იგი მარტო კომისიაზე უნდა მისულიყავი და სხვა დანარჩენი შეგონია სადმე მიგვიწოვენ ან რომელ ანუ ესე იგი სავალდებულოს გახდის ანუ რა გამოდის ყველაფერს თავი დამონებთ რა გამოდის რომ მაგალითად რო გამოვიდეს ახლა ციხიდან ყველა რო გამოვიდეს ვინც მოიხადა და თავთავიან ტელევიზიებში დაბრუნდნენ მათ ხო აქვს ტელევიზიები მათ ხო საინფორმაციო საშუალება აქვს ეს ჩვენ არა გვაქვს იმ შესაძლებლობით როგორც მათ აქვს შენ რა გონია ახლა რომ
იმად დაავალდებულებს რომ დაჯექი ჩემთან დებატებშიო? ოღონდ იცოდე აღარ შემაგინო? ოღონდ ჩემ შვილებზე არაფერი თქვაო? ჩვენ ხო ვიცით ამ ადამიანებმა რა გაუკეთეს მთლიანად სახელმწიფოს ქვეყანას, რასაც კომისიაზე იყო საუბარი. და რასაც არ იყო კიდე და ჩვენ ხო ვიცით ინდივიდუალურად ადამიანებს რა გაუკეთეს და მათი ოჯახის წევრებს რა გაუკეთეს ძალიან მაინტერესებს ირაკლი კობახიძემ ყველაფერს რო თავი დავანებოთ ირაკლი კობახიძეს აი ამას პირდაპირ ეთერში ვამბობ ყველაფერს რო თავი დავანებოთ ირაკლი კობახიძემ რო თქვას რომ სულ არ ვიცი რომ მერაბჭიქაშვილს ვინ არის და არც მაგის ბრძოლებიო და თქვათაც იგივე თქვათ მამამისმა რო თქვას ბატონმა გიაო რო თქვას რომ სულ არ ვიცი რომ კაცო ვინ არისო ოჯახის წევრი ყავს დავით ფაცაცია ღმერთმა სიკეთე მისცეთ მათ აი რა მაინტერესებს თავის სიძეს დათოს რომელმაც ის გაიარა რაც იქ გაიარა რას თავაზობს რომ დაჯექი ეხა დებატებში ვინც დათოს ციხეში ჩემ გვერდზე საკანში იჯდა იმ სიტყვებით რომელსაც ლიზები თვალის ლიზები დათოს ლიზებს ხმარობს ლიზები რომ მოხსნა 0%-ია ჩათვალეთ და რომელსაც ხსნიდან არაძლევდნენ ლიზებს აგინებდნენ ისე ექცეოდნენ როგორც ექცეოდნენ და დათო როგორც იდგა იქ აი დათო როგორც იდგა იქ როგორც ვაშკაცურად გაიარა იქ აი დათოს რას ეუბნება დავანებოთ ყველაფერს თავი უნდა ვთქვათ ჩვენ ეს რაღაც სიმართლეები კაი მე დავანებოთ თავი თქვათ არ ვიცის სულ არ იცის ვინა ვარ და მე ხა ყვირი ვარ ემოციური გიჟი ვარ რას ეუბნება თავის ოჯახის წევრს აი მე უკვე რას ეუბნება სხვებს ნათელი გახდება რო რა დათო იცი ხა იმ კაც დაუჯექი შენ მაშინ ვინც იყო ის ნაციონალურ მოძრაობის ისინი ვისი დავალებითაც შენზე თქვენს რომ ლიზები მოხსენი და მაგის მკვდარი და ცოცხალი ყველა სათითაოდ რო ჩამოდიოდნენ ჩვენ ხო არ ვამბობ ჩვენ რაღაც ვაშკაცობებზე და იქ როგორ ვიყავით კაი დავანებოთ თავი პოლიტიკურები ვიყავით და საშინელ პირობებში გავდიოდით და სხვა დანარჩენი პატიმრების შობლებს რას ეუბნება მორალურად დაждეთ ამადე როი შავაძის ოჯახს ცინდელიანის ოჯახს არ ვიცი მე ეს კაცი რომელსაც სამხედრო რო იყო აი საშინა რას ეუბნებ თეთრაძის ოჯახს რას ეუბნებიან რა გვავალდებულები რომ დავუშვით დებატებში ნაციონალურ მოძრაობასთან ეს იყო აი მშვენიერი ვიდეო გავუშვით კოლაჟი ჩვენი მოგონილი ხო არ არის ამას გვეუბნებიან ჩვენ და მე უნდა ვიარო წიგნით ხა რო წიგნია ჩემზე გამოცემული დიდი ბოდიში წიგნია ჩემზე გამოცემული რომ აი მე დაჟე კომისიამაც მაღიარა რა წიგნი დასკვნა დევს ევროპის სტრასბურგ ხო დარბიან ევროპაში. მე მგონი შენ ასე თუ ისე ჯერ კიდე ილუზიებში ხარ. ვინ და სად მიგიწევს, სად დებატებში დაქსოვენ შენ ამ შემთხვევაში და სად დებატებში დასოვენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ის აშინელება მართლა თავის თავზე გამოიარეს. აქ ამ ეთერში ალბათ ამ თემაზეც უნდა გქონდეს საუბარი, რომ რეალურად ვინ გაასამართლა ქართულმა ოცნებამ და ამ თემას შევეხებით, მაგრამ მანამდე ცოტნე შენთან რომ გადმოვიდეთ როგორი ტიპის კითხვით იცი რომ ზოგადად დებატების კულტურა და ასე ვთქვათ საინფორმაციო ველის გახსნა და განსხვავებული აზრების შეჯერება ეს რო არის ნამდვილად სწორი აქ უყვართ ხოლმე ეს დემოკრატიული პროცესი კი არის ეს არის სწორი სახელმწიფოებრივი პროცესი რა მართლობის ფორმაც არ უნდა იყოს აი ყველაზე უფრო ავტოკრატიებში და ის ჩაკეტილ სისტემებშიც კი თვითონ სისტემის შიგნით არსებობს იმის ინსტრუმენტი რომ მოხდეს აზრების შეჯერება მოხდეს განსხვავებული პოზიციების დაპირისპირება რომ ჭეშმარიტება იბადება კამათშიო რო ამბობდნენ ძველი ბერძნები ეს არის მართლა რაღაც უნივერსალური მეთოდი ხო სინამდვილეში ამიტომ ამაში ცუდი პრინციპში აი ესე თუ ავიღებთ ამ იდეას რომ დებატების კულტურა საქართველოში უნდა დაბრუნდეს ეს აუცილებელი არის თუ ჩვენ გვინდა რომ კონდეს ჯანსაღი ველი მაგრამ აი რატომ არის ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი გაუგებარი და ეს ყველაფერი წარმოუდგენელიც კი რომ ეს ადამიანები ვისთანაც დებატებზე მიდის საუბარი დავანებოთ თავი კომისიას და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს ამ ხალხს პირდაპირ ღიად მოიხსენებდნენ რომ არიან აგენტურის წარმომადგენლები სისხლის სამართლის საქმეები აქვთ აღძრული რომ არიან ქვეყნის გადატრიალებას აპირებდნენ გარე ძალების დავალებით წარმოადგენენ უცხოური ძალების აგენტურას ქვეყანაში რა ვიცი მე მარტო მე ხო არ მახსოვს მთელი წინაწლის მთელი პროპაგანდა ხო ეს იყო სამთავრობო მედიის და უცებ დღეს ესე მოწმენდილ ცაზე გამოდიან და აი გუში რომ აგენტურას ვეძახდი და ციხეში ვიჭერდი ეგ ადამიანი ეხლა უნდა მოვიდეს ტელევიზიაში შარვალ კოსტუმში გამოწყობილი ფრაკებით რაღაც ბრიტანული დებატები უნდა გაუმართო. რამდენად არის ეს ნორმალური და რამდენად არის ეს მართლაც პოლიტიკური ვითარების დაშოშმინების მცდელობა. თუ ამას მიზნად აქვს ის რაზეც საუბრობს ირაკლი კობახიძე რომ აი ჩვენ მიზანია პოლარიზაცია დაპირისპირება დავასრულოთ, სიძულვილის ენა დავასრულოთ ქვეყანაში. ნუ არ ვიცი, მაშინ ეს ნამდვილად ემსახურება ამ მიზანს, მოდი აი ეს გავარჩიოთ.
კი ბატონო, დავიწყოთ იქიდან, რომ ის რომ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ და ის ქართული ოცნების ხელისუფლება რომ უნდა ჩამოიგდოთ, ეს საერთოდ დავიწყოთ. კი ბატონო, დანაშაულია, გასაგებია. უბრალოდ აი მოდი გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის ბრალდება, როდესაც 29 აპრილს როდესაც გამოჩნდა დიდ შეკრებაზე ქართული ოცნების რა თქვა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ხო, ანუ მათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი რა არის, მაგრამ მინდა გამოვყო, რომ ბატონმა ბიძინამ მან ბრალი დაასდო პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმს 2008 წლის ომის პროვოცირებაში, რაც ქართულ სახელმწიფოს დაუჯდა რუსეთის მხრიდან და რამდენიმე სახელმწიფოს მხრიდან კიდევ აღიარებულ ორ ტერიტორიულ ერთეულად, ეს არის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ხო? ეს ამის შეფასება უყურეთ როგორ უნდა დავსვათ საკითხი რა. საკითხი ორი ვარიანტი არსებობს ამ ყველაფერთან მიმართებაში. თუ რასაც ბატონი ბიძინა ამბობს და ჩვენ ამაში აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ ნაწილში რაც ითქვა რომ და ეს არის სამშობლოს ღალატი, სხვა ახსნა არ აქვს, როდესაც გარე აგენტურის დავალებით შენ ომს იწყებ, რომელსაც ათასობით რამდენიმე ასეული თუ 1000 საქართველოს მოქალაქე შეეწირება, ქართველი ჯარისკაცი, პოლიციელი შეეწირა, ხო? და პლუს ამას კარგავ ქართული სახელმწიფოს ორ ესეთ ისტორიულ კუთხეს და მიწასყას, რომელსაც ქვია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და იღებ მათ როგორც რაც აღიარებულ სახელმწიფოებად, ხო? ამას სხვა არაფერი არ შეიძლება დაერქვას თუ არა სახელმწიფო ღალატი, სამშობლოს ღალატის ცნების გარდა. თუ არის მეორე ვარიანტი, თუ ეს ასე არ არის და თუ ამ ხალხს ეს არ ჩაუდენია, მაშინ გამოდის რომ თაილი ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ქართულ ხალხს ატყუებდა და ეუბნებოდა ტყუილს, რომ თურმე აი ამ ხალხმა ეს გააკეთა, შემდგომში ამ ხალხს არ გაუკეთებია. რატო ვამბობ ახლა ამას? უყურეთ რისი თქმა მინდა. დებატებთან, პოლიტიკურ დისკუსიაში, რა ვიცი მე, შეიძლება განსხვავებული აზრები გქონდეს, ძალიან ბევრი ადამიანი იყოს, ჩვენს კი გქონდეს ერთმანეთისგან განსხვავებული აზრები, განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია, მაგრამ განსხვავებულად ხედავდეთ სახელმწიფო მოწყობა, სახელმწიფო ვიღაცას ევროკავშირში უნდადეს ინტეგრაცია, ვიღაცას იმაში ბრიქსში უნდადეს ინტეგრაცია, მაგრამ ეს ნორმალურია იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი ჩვენთაგანი, მეთქვა დაგვიფაროს, ხო, არ ღალატობს საკუთარ სამშობლოს და არ ღალატობს საკუთარ სამშობლოს და არ ღალატობს საკუთარ ქვეყანას და საკუთარი ქვეყანას ხალხის ინტერესებს არ შესწირავს უცხო ქვეყნის ინტერესებს, ხო? როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს აგენტურასთან, როგორც თვითონ მოიხსენებდა და კიდევ ერთხელ მომეორებ, სწორად მოიხსენებდნენ, ხო? როდესაც საქმე გვაქვს ხალხთან, რომელმაც ისევ თავიანთივე სიტყვებით ვიტყვი რომ უცხოური გარე დაკვეთით 2008 წელს პროვოკაცია მოაწყვეს და სახელმწიფო ომში ჩაითრეს, რომელიც კატასტროფად დაუჯდა ქართულ სახელმწიფოს, ხო? სამშობლოს მოღალატეებთან დებატებზე არ უნდა დაჯდე, ხო? სამშობლოს მოღალატეებთან პოლიტიკურ დისკუსიაში არ უნდა შეხვიდე. და მე რა ვერ გავიგე, იცი რომ როდის იტყვებოდა ეს ხალხი, როდესაც გვეუბნებოდა რომ ნაციონალური მოძრაობა სამშობლოს მოღალატეები არიან, რომელმაც ქვეყანა ქართველი ხალხი, მათი ინტერესები, მათი სიცოცხლე გაწირეს უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, ხო? თუ ეხა იტყვებიან, როდესაც იძახიან, რომ დებატებში უნდა დაждენ ამ ხალხთან. რა აქვს სადებატო ან საპოლემიკო იმ ხალხთან, რომელიც არის აიგარი გაუგებარი. ეს ხალხი თუ სამშობლოს მოღალატეა, ეს ხალხი თუ სახელმწიფო გადატრიალებას 4-ჯერ აწყობდა. გენოციდი მოუწეს საკუთარ ხალხს. ციხეში გააპატიურეს პატიმარი. ამ ხალხთან რატომ უნდა ეს ხო რეალურად ხო ვიცით რომ ესეა. ვიცით კი არა, მე ვიცოდი შენი თქმის არ იყოს 2012 წელს. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, მე ამის თქვა მინდა. ეს არ შეიძლება პოლიტიკური პროცესის ნაწილი იყოს. როდესაც ეგ ინიციატივა დადგა და სამწუხაროდ ეხლა როგორც ჩანს, ეს იყო რაღაცა საზოგადოების მოტყუების ხელახალი მცდელობა, გვახსოვს რომ ეს იყო წინა საარჩევნო პერიოდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო ეს კომისიაც, მანამდე შედგა ყველაფერი, მანამდე მოიწყო, ხო? და ესე იგი რა გამოდის, რომ სამშობლო და სიძულვილის და პოლარიზაციის დასრულებაზე საუბრობდა ირაკლი გობახიძე ხა. აი ინდივიდუალურ ადამიანებს არ ვეხები, რაც გადახდათ და პირადი ტრაგედიები რაც არსებობს, ხო და ოჯახები, რომლებსაც შვილები გაუნადგურეს და ასე შემდეგ და მშობლები და ასე შემდეგ. მე ვსაუბრობ აი ადამიანს, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს, სამშობლო უყვარს, სახელმწიფო უყვარს, ხო? და ამ ადამიანს შენ როდესაც მთელი 1 წელი თუნდაც იტყუები, ანუ ხო არ იტყუები, მაგრამ უტენიდი თავში. მართლები არიან, სიმართლეა ყველაფერი, რასაც ამბობდე. მაგრამ თუნდაც ტყუილი იყოს, მთელი 1 წელი შენ ამ ხალხს ეუბნებოდი, რომ აი ეს ხალხი
აი ეს ხალხი არის სამშობლოს მოღალატე, რომლის კისერზეც არის დაღურილი ქართველების სისხლი, თუნდაც 2008 წლის ომში დაკარგული ქართული ტერიტორიები. და ეხლა გამოდიხარ და ეუბნები რომ თურმე ზიზღი და სიძულვილი ამ ხალხის მიმართ. უნდა გაქრეს. აი როგორ წარმოუდგენიათ რომ აი როგორ რაღაცა, იცი აი მაშინ ფაშისტური გერმანია ომში რომ დამარცხდა აი ჯალათების მიმართ, რომლებიც კონცლაგერში მუშაობდნენ და იქ ხალხს ხრეტდნენ და გაზის კამერაში გაზით გუდავდნენ, ხო? გამოსულიყო გერმანიის ახალი ხელისუფლება და ეთქვა რომ ეხლა კი აი ეს ყველაფერი მოეყოლა ხალხისთვის, ეს ყველაფერი ეჩვენებინა და მე ეთქვა რომ კი ეს ყველაფერი ესე მოხდა, მაგრამ მოდი ჩვენ ახლა პოლარიზაცია უნდა დავასრულოთ და პოლიტიკურ დებატებში უნდა დავждეთ გებელსთან ან ჰიტლერთან ან რომელიღაც გერინგთან ან რატო ეგზისტი ანალოგია, იცი? ხა, ნუ მე თავიდანვე ამას ვიძახდი, რომ მაგალითად ამ კომისიას ნიუნბერგის პროცესს რო ადარებენ, არ არის მეთქი ისტორიული კონტექსტი და ეხაც ამას ვძებნ, რომ თვითონ ხო ნიუნბერგის პროცესს ეძახდნენ. ეს არის ქართული პატარა ნიუნბერგი და აი ნიუნბერგის პროცესის მერე რო გაასამართლეს დოკუმენტი დაიდო, მტკიცებულება დაიდო, რომ აი რასაკეთებდა ფაშისტური გერმანიის ეს რეჟიმის წარმომადგენლები და ამის მერე მართლა ჩემი თქმის არ ყავს გამოსულიყვნენ და ეთქვათ მოკავშირეებს რომ მოდი ხა ამ ხალხთან მეგობრებო კი არიან ისინი მაგრამ აი სიძულვილი როგორ შეიძლება არა თან ეცი რა არის ეგო დებატი გაბდა თვითონ ხელს უწყობს კაცი პრემიერ-მინისტრი იძახის რომ ყველაფერს გავაკეთებ და ძალიან მალე რომ ეს დებატი შედგეს ეს არის ჩვენი კულტურის პოლარიზაცია საბოლოოდ მან თქვა ასეთი რამ პოლარიზაცია საბოლოოდ რომ მორჩეს ჩვენ ვალდებულები ვართ რომ ჩვენი მაღალი კულტურის ეს მაღალი ზნეობრივი სტანდარტი ჩვენი დებატების კულტურა აღვადგინოთ და დაუჭერთ წარმოგიდგენთ თან ის კი არა რომ რა ქვია იდეას თავაზობენ პირობებსაც უქმნიათ თქო რატო ვამბობ თენგო მე შენ და ცოტნე ვერ მოუხუდებით ნუ კაიგად ვერ მოუხუდებით მაგალითად საზოგადოება არხზე ხა არ ვიცი ხა რა შეიძლება ხა ამეთერეს მე რომ პირდაპირ ხა ხვალვე მიგვიწიოს ეს და კობახიძემ დაავადოს მიდით ხა ჭიქაშვილი წაიყვან პირველი არ ვიცი მაგრამ მით უმეტეს იმისა რომ ჩვენ თითქმის ყველას დღეს ვინც არის ჟურნალისტიკაში ვიცნობთ ხო მინიმუმ ერთმანეთი ვიცი განმარტო იმიტომ რომ თქვა აი მერაბი მართლა არის ამ მონაწილე და მოვიყვანოთ მაგით არა თვითონ ხელს უწყობენ რომ ესე კაცი გამოვიდა თუ არა ციხიდან ვიზეც ამბობდა ეს არის ამორალურია საშინელება გამოვიდა თუ არა ციხიდან ყველა მთელი მედია საშუალება მივიდნენ და კონკრეტულად ეხა კარგად ვიცით ხო ნიუსი ამბავი როგორ კეთდება და ნეიროლინგვისტიკა რაც იშავს პირველი ფრაზები ამოაღებინეს ის რაც თქვა ჯაფარიძემ, ნუ არა ხო არ არის ცუდი იდეა. ანუ ხვდები რაზე ლაპარაკი? მორალურად, ანუ თან პირობებს უქმნიან, რომ მათ მოვიდნენ და კარგით ეხლა თქვენ კი გაავპატიურეთ კაცი ციხეში და ამის გამო მე ხა კაი 10 წელი. მაგასაც აღარ ახსენებენ, ეგ არის უბედური. რამდენი ხანი ამათვის აგენტი აღარ დაუძახებია. შორსაც შეგვიძლია წავიდეთ. ყურე შევხედოთ კონტექსტი აღვიქვათ. ეხლა აი რა ვიცი ბატონი პრემიერი როგორც სახავს ამ ყველაფერს, ხო აი პოლარიზაციის დასასრული. ხო პოლარიზაციის დასასრული სიძულვილის დასასრული ესე იგი ჩვენ უნდა შევძლოთ დიდი შერიგება რაღაცა აი მკვლელებთან რაღაცა ჯალათებთან რომლებიც ადამიანები გაანადგურეს ხო ამათან უნდა შევრიგდეთ ეს რას ნიშნავს აი ცოტა გზელვადიანად რომ შევხედოთ აი ხვალდაზე ეგ ხელისუფლებაშიც რომ მოვიდნენ, ანუ პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ხო შევრიგდი. პოლარიზაცია ხო დასრულდა, ესე იგი გამოდის რომ აი 5 წლის მერე ან 2028 წლის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა რომ მივიღოთ ისევ ხელისუფლებაში უმრავლესობაში, ხო? ეს იქნება ბუნებრივი მოვლენა ხა, რა გინდა ზმაო? არ გაასამართლეს შეურიგდი და ეხა თუ შეურიგდი და არასამართლოდ მაშინ მიეც საშუალება რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ხო? მან იქიდან ეს პროცესი და რა მომენტი უნდა გამოყოთ აი პოლარიზაციის დასრულებაზე რომ მიდის საუბარი, პოლარიზაციის დასრულებისთვის არსებობს ხო რამდენიმე სტრატეგია შეიძლება აირჩიოს საქართველოს ხელისუფლება. 2013 წლიდან იყო ეს კოაბიტაციის პოლიტიკა, რაც გააკეთეს და რაც ხო თურმე გარედან იყო თავს მოხვეული და რაც თვითონვე უარყვეს და თქვეს რომ ამ ქვეყანაში სიძულვილი ვერ დასრულდება სანამ ესენი პოლიტიკაში არიან. ანუ დაისახეს მიზნად ჩვენს ამ ვიდეოში კოლაში რაც გავუშვით ეგეც იყო რომ უნდა გაიწიოს ეს ხალხი პოლიტიკიდან. ეს ხალხი პოლიტიკას უნდა ჩამოშორდეს. ეს არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი. ასე ვამთავრებთ სიძულვილს, იმიტომ რომ ესენი არიან სიძულვილის წყარო, როდესაც ესენი გაიწევიან პოლიტიკური პროცესებიდან, სიძულვილი ამითი დამთავრდება. მანამდე ეს შეუძლებელია. ეს იყო სტრატეგია ქართული ოცნების, მათ შორის საარჩევნო დაპირება, აი ბატონმა მამუკამ დინარაძემ სულ რაღაც ერთი წლის წინ ბრიფინგზე ამის შესახებ განაცხადა და კანონპროექტი წარადგინა ამ კონსტიტუციის შესახებ. ეს რა ხდება? შევხედოთ, მოდი ახლა მოდი დავანებოთ ახლა პირად ემოციებს შევეშვათ ჩვენ რაც შეგვეხოდა ნუ ესე გამოვხატეთ სამწუხაროდ ბუდიში
მაპატიეთ კიდევ უფრო მშვიდად გამოვხატე და ნუ კორექტულად და რაღაც მესმის, მაგრამ მოდი ხა დავანებოთ რომ მოდი საერთოდ ჩვენს არ შევხედოთ, გვერდიდან შევხედოთ და პრიზმა. ანალიზი გავაკეთოთ, ეხლა მოდი ამ კუთხით. ერთ-ერთი ვერსია, ჩემი რა შეიძლება ეს იყოს. აი ჩემი ერთ-ერთი ვერსია. კარგად გაიხსენე, ანუ მთელი ნაციონალური მოძრაობის დამარცხების შემდეგ და ჭეშმარიტად როგორც მოხდა ეს ყველამ კარგად იცის, ვისი დამსახურებაცაა ყველამ კარგად იცის და ამ რომ არა ის ხალხი და ის საზოგადოება, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდა სრულიად საქართველოს, ვერც ბატონი ბიძინევენიშვილი ვერ იზავდა ამას. მაგრამ ისი თქმა მინდა. კი ბატონო, თქვა ჩვენ უყურებთ ამას ასე. 2013 წელს დაიწყეს და ნუ კოჰაბიტაცია ასე შემდეგ 2016 წელს მე გვახსოვს არჩევნებზე რა იყო დაპირებები, როდესაც ნუ ფაქტიურად კვირიგაშვილი იყო უკვე დეპუტატისა პრემიერ-მინისტრი, შემდეგ 20 წელი გვახსოვს და ეხლა ეს გვახსოვს. მე არ ვიცი. ხომ არ არის ერთ-ერთი ვერსია ისიც, რომ ვერ მოხდა ისე თლათ ამ deep state-ების და ევროპული და ლიბერალური აქ რაღაცა საბოლოო დამარცხება და ხომ არ რჩება ის ვარიანტი, რომ რაღაცა კარი გასასვლელი რამე რო იყოს, თქვა და არ მორჩა ისე როგორც საჭიროა. გარე ფაქტორები თქვა ვერ დამთავრდა ისე როგორც საჭიროა. აქ ჩვენ ამერიკელების იმედის ჰქონდა, ტრამპზე მიწერილი წერილების ჰქონდა, მე გვახსოვს ტრამპის დამოკიდებულება. ეხლა საერთოდ ბოლო განცხადებას გვახსოვს ტრამპის უწონებს პუტინიც იმ სოფლიო მშვიდობის ახალ გაერო ფორმატს, გაეროს მაგვარ ფორმატს და იქ საერთოდ საქართველოს არ ანახსენები და ხომ არ არის საუბარი იმაზეც რომ მე მგონი აქ ბოლომდე ვერ ვამთავრებ ჩვენ იმას რაც უნდა მოხდეს და თუ რამე დარჩა ეგრეთ წოდებული deep state-ის ან და ლიბერალური პოლიტიკის ნაწილი და მაინც ბოლომდე ვერ გავიდა, კარები დავტოვოთ რომ თუ ლიბერალური ფთა შემოbrunდა როდისმე არა მსოფლიო პოლიტიკაში, არამედ ჩვენ სიურგლებ გარე ფაქტორების გამომდინარე რაღაც ისე თუ ვერ დალაგდა და დროებით ისევ ჩვენ აღმოჩნდით იმათ გარემოცვაში, ხო, თან ამერიკის ელჩი არ გვყავს დღემდე კიდე. ხომ არ რჩება ის რომ ბიჭო, ვის უნდა ველაპარაკოთ სხვას, ესენი უნდა დავაბრუნოთ. ესენი არიან მთავარი მათ დასაყრდენი და რამე რო იყოს ხელისუფლებას თუ შეიცვალა, რაც თქვენ თქვით და რაც ხდება მუსირებს რომ შეიძლება ისიც მოხდეს რომ თუ ხელისუფლება შეიცვალა, ვითქვით რომ ბოლო-ბოლო 2 წლიანი აქვს მათ ხო იცი ეს პოლიტიკაში თუ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, თანამდებობის დაკავება. 2 წლის მერე 28 არჩევნებიც მოვა და მოიგეს არჩევნებში ისევ და რა ვქნა ძმაო, ყოველი მეოთხე ნაცებს ირჩევს და ჩვენ ამათთან რამე რო იყოს ბიჭო, ჩვენ დაგინდეთ ბოლოს. არ ვიცი, ხო შეიძლება ესეც იყოს, იმიტომ რომ ის რაც ახლა ხდება ეს შეთავაზება არ არის ორიენტირებული იმ ერთ საქართველოს მოქალაქეზე, რომლის 80%-ის წინააღმდეგიც იყო ის რეჟიმი და ვისაც სამართლიანად ასამართლებდნენ ეს ბიჭები და გოგოები, რომლებიც დღეს თურმე მეუბნებიან რომ არა, რეჟიმი არ ყოფილა რეჟიმი. დავსვა მაგ საკითხს, სწორი ანალიზი შემოგაქვს ჩემი აზრით. მე უბრალოდ დავსვა ამ კუთხით. ესენი ასამართლებდნენ ნამდვილად იმ ნაციონალურ მოძრაობას და deep state. მოდი, აი ბევრი რაღაცა ესეც სიმართლეები ითქვა, ღიად ითქვა და გულღიად ითქვა შენი მხრიდან განსაკუთრებით ამ ეთერში და მოდი ის ვთქვათ, ვინ გაასამართლა? რეალურად ქართული ოცნების დაპირება იყო ქართული ოცნების ნაციონალური მოძრაობის გასამართლება. რეალურად ვინ გასამართლდა ამ პერიოდში? ვინ ზის დღეს ციხეში? ვინ არის ის ხალხი, რომლების მიმართაც მართლა ნადირობა გამოცხადდა ქართული ოცნების მხრიდან და დღეს ისინი არიან საპატიმროებში საკმაოდ დიდი სასჯელებით, ხო? მე ვსაუბრობ იმ ადმინისტრაციას ქართული ოცნების შემადგენლობაშივე არსებულ იმ ადმინისტრაციას, რომელმაც ზუსტად პირველმა მიიღო აი ეს deep state-ს, რო დღეს ეძახიან მათი მხრიდან დარტყმები. ეს მე ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, წინა ადმინისტრაციაზე ქართული ოცნების, რომლებმაც თავისივე აღიარებით, მათ შორის დღევანდელი ადმინისტრაციის აღიარებით 4 თუ 5 გადატრიალების მცდელობა არიდეს ამ ქვეყანას, რომლებმაც მიიღეს ყველაზე დიდი ტალახი აი იმ დასავლური ბიუროკრატიის მხრიდან და კარგად გვახსოვს წინა პრემიერს როგორი ტიპის ობსტრუქციებს უწყობდნენ აქ ეს ხალხი. დღეს რეალურად თუ ვინმე არის გასამართლებული ამ ქვეყანაში, გასამართლებული არის ის ხალხი, ვინც უპირისპირდებოდა ზუსტად აი ამ კოაბიტაციის კურსს ამ ქვეყანაში, ვისაც თავის თავზეც ჰქონდა იმ ნაცების ჯალათური რეჟიმი გამოვლილი, რეალურად თავის თავზე ჰქონდა გამოვლილი და თავის ოჯახის წევრებზე ჰქონდა გამოვლილი და ისინი იყვნენ, ვინც უპირისპირდებოდნენ აი ამ კოაბიტაციის კურსს. დღეს ის ხალხი არის ციხეში მრავალწლიანი სასჯელებით გაშვებული და ნაციონალურ მოძრაობასთან ქართული ოცნების ახალი ადმინისტრაცია გეგმავს აი ესეთ შვიდ პოლიტიკურ გარემოში ბრიტანული დებატების გამართვას, მათთვის ხელის ჩამორთმევას და მათთვის აი კვლავ დაბრუნებას და რეანიმაციას და იქიდან გველაპარაკონ მორალზე,
აღმოჩნდა ამ ქვეყანაში რომ თურმე ღარიბაშვილი, თურმე ლილუაშვილი, თურმე აი ეს ადამიანები ესენი ყოფილან, deep state, ეს ყოფილა თურმე გარე აგენტურა და აი ვაშაძეები და გირჩი ჯაფარიძეები და გვარამიები ესენი არიან თურმე ქართული პოლიტიკის ნაწილი, რომელთანაც ბრიტანული დებატები უნდა გამართოს ირაკლი კობახიძემ და არ ვიცი, ჩემ ძვირფა საზოგადოებას უნდა მიმართოთ ალბათ ამ შემთხვევაში, რომ რასთან გვაქვს რეალურად საქმე, რა პროცესთან გვაქვს საქმე, ეს უნდა გადაწყდეს ეხლა და უნდა გაირკვეს ეხლა, ეს არ არის ის მომენტი, რომელიც უნდა გაატაროს საზოგადოებამ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში იმდენი რაღაც ხდება ჩვენი ქვეყნის ირგვლივ შიგნითაც და გარეთაც, რომ ბევრი მნიშვნელოვანი, აი გარდამტეხად მნიშვნელოვანი ნიუანსი რჩება ხოლმე საზოგადოების ყურადღების მიღმა. აი ეს მომენტი, როდესაც ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის იმ პარტიის, რომლის გასამართლებასაც დაგვირდა, წევრებთან ერთად დღეს უნდა აი უახლოესი 2 კვირის ფარგლებში გამართოს აუცილებლად დებატები და სიძულვილი და უნდა და მათ ეპატიჟებათ იწვევენ. კი, მათ იწვევენ აი ამ დებატში და უნდა დასრულდეს ეს მათ მიმართ არსებული თურმე სიძულვილი. ნუ ეს არის უკვე ის პროცესი, რასაც შეგვიძლია წყალგამყოფი ხაზის, წითელი ხაზის გადასვლა დავარქვათ. ყოველ შემთხვევაში მე მექნება ასეთი შეფასება და საინტერესოა ცოტნე შენი აზრით მოვისმინოთ, ვინ გაასამართლა ქართულმა ოცნებამ. ისე რა საინტერესო ეხლა დავფიქრდი და აი მაინტერესებს აი ამ დებატების ნახვა. აი რაზე უნდა იდეპატონ, აი ძალიან საინტერესო იქნება. აი უბრალოდ მე მინდა აი მერაბის ანალიზი გავაგრძელო და უბრალოდ ერთ რაღაცას დავამატებ. თუ ეს ყველაფერი ისე არის და ძალიან გავს ეს ყველაფერი იმას, რასაც მერაბი ამბობს, ამ შემთხვევაში რა არის მიზანი და შედეგი რა შეიძლება იყოს, ხო? თუ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რაც შენ თქვი მერაბ, რომ დაუშვათ მათ დაიტოვონ ფანჯარა, ეგრეთ წოდებული deep state ან კვლავ საერთო ენის გამოსთანახად, ეს შეიძლება იყოს რაღაცა ქართული ოცნების პირადი ინტერესში, რომ მათ შეძლონ ხელისუფლების შენარჩუნება და დაუშვათ გაიხანგრძლივონ ცვლილების შემდეგ ლოიალობა. ხო, არ გაიხანგრძლივონ დაუშვათ მმართველობის ის პერიოდი და ვადა, რომელიც მე-15 წელიწადია გრძელდება ისედაც, ხო? მაგრამ სახელმწიფო ინტერესში ეს არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სახელმწიფო ვერც კობახიძე, ვერც დინარაძე ჩვენ ვერ დაგვისაბუთებენ და ვერ აგვიხსნიან, თუ რატომ არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში ოპოზიციაში ყავდეს უცხო ქვეყნის აგენტურა, ოპოზიციაში ყავდეს ხალხი, რომელიც სახელმწიფოში ბოლო 3 წლის განმავლობაში 4-ჯერ თუ 5-ჯერ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა და ბოლო მსგავსი საქმე თავად ამ ადმინისტრაციის პირობებში არის აღძრული 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ვერ აგვიხსნიან თუ რატომ შეიძლება ქართული სახელმწიფოს ინტერესებში იყოს ოპოზიციაში ყავდეს ისეთი ჯგუფები, რომლებიც გარედან დაკვეთით უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მცდელობით საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღებას ცდილობდნენ და ომის პოლიტიკის კულტივირებას ეწეოდნენ. ხო, ეს არ არის სახელმწიფო ინტერესები, ეს არ შეიძლება იყოს ქართული სახელმწიფოს ინტერესები და თუ ეს ვინმეს ინტერესია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რაღაცა პოლიტიკური გათვლა არის გაკეთებული საომავლოდ, ეს არ შეიძლება იყოს ქართული სახელმწიფო. ეს შეიძლება იყოს ქართული ოცნება მათი პირადი სკამების შენარჩუნების მიზნით გაკეთებული, მაგრამ მან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, რაც უნდა ვთქვათ, რომ აი ის პროცესები, რაც მიდის ქვეყნის შიგნით, ხო, დავუშვათ გახსენე შენ ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც გასამართლებულები არიან და ნუ აი ამ დეტალებში არ შევალ, თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ ამ საქმეების გარშემოც არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და არსებობს ეს კითხვები, რომელსაც საზოგადოებას აქვს და ამ კითხვებზე პასუხი ჩვენ არ მიგვიღია და თუმცა უმეტეს როცა აღიარებაც არის, იგივე ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში. რაზეა ლაპარაკი? ამ კითხვებზე ჩვენ პასუხი არ მიგვიღია და ვიცი, აი წამი მაგაზე უნდა ვთქვი, ეს აღიარება კაცო, ისეთ საკითხი არის და ხო, აი რასაც ჩვენს მაგას გულისხმობ, იმიტომ არიდებ შენ ეხა ამ თემაზე საუბარს თავს, რომ ვინაიდან ეხა კაცს თავის პირით აღიარებული რა უნდა სხვა რაღაცას მე არა, უბრალოდ უნდა ვთქვა, ერთი რამე მინდა შევახსენო, ეხა ამ აღიარებაზე ისინი აპელირებენ, ვინცაც მართლა თითითზე არ დაუდიან ნაც მოძრაობის დროზე, არავინ არ მახსოვს დღეს ვინც გულში მჯიხს ირტყავს, რომ აუ ნაცებს ვებრძოდი, ნამდვილად არავინ არ მახსოვს იმ მასე რო აღიაროს დღეს პარლამენტის უმრავლესობამ, ყველა ციხეში უნდა წავიდეს. ეგრე რო იყოს, ძალიან კარგად ეხსოვნება ამ ხალხს, რომ ნაც რეჟიმის დროს ვინც იყო გასამართლებული, ვისთვისაც ბიზნესები ჰქონდა წარსულში, ყველას აღიარება დაწერილი იყო, ეგ ინტერესებდა და რაღაც თქვა, ბოდი რაც არსებობს, პასუხები არ მიმიღია მეტი რა. მე საგასო მე იმ კონტექსტ სამართლებრივ კონტექსტში არ შევდივარ, ეხლა მე იურისტია რა, არ ვიცი, ხა იქ დეტალებში როგორ უნდა ვისაუბრო, ვინ დამნაშავეა, ვინ უდანაშაულო. მე ვამბობ როგორც რაღაცა რიგითი ადამიანი, რომელსაც უყურებ ამ პროცესებს, აშკარად არის რა, მან ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რომელზეც პასუხი არ არის გაცემული სახელმწიფოს მხრიდან.
ამაზე მაქვს საუბარი და ეს კითხვები რჩება. იგივე საგარეო მიმართულებით ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით აქაც არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი თუ სად და როგორ ხედავს ქართული სახელმწიფოს მეთაურობა დღევანდელი ხელმძღვანელობა ქვეყნის განვითარებას საითკენ მიისწრაფვის და რას აკეთებს აქ დაუშვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. პლუს ამას ეხლა ეს რაღაცა და საერთოდ რატომ მოაფიქრდათ, როგორ მოაფიქრდათ ეს რაღაცა სიგიჟე დებატებთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის პავლად ერთი რაღაც არის მნიშვნელოვანი, ამას ყველა ვგრძნობთ, როდესაც დავდივართ ქუჩაში, ხვდებით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს უფროს მეგობრებს, მსოს მეგობრებს, არ აქვს მნიშვნელობა, ქართული ოცნების რეიტინგი მოსახლეობის ძალიან დაბალ ნიშნულზე არის დასული. და სამწუხაროდ ეს არ არის რაღაცა ამ შემთხვევაში ეს არ შეიძლება დაბრალდეს deep state-ს, რომელიც რაღაცა ან რაღაცა გარე ქვეყნებს, რომლის საერთოდ ყურადღებასაც არ გვაქცევენ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წერილზე ვწერთ, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ბოლო რამდენიმე თვე, ბოლო წელიწადია, 2 წელია ატარებს ქართული ოცნების მოქმედი ხელისუფლება და ყველაფერი კეთდება იმისთვის, ეს არის ჩემი პირადი შთაბეჭდილება, მე არ ვამბობ, რომ ეს რაღაცა აბსოლუტური ჭეშმარიტება, მე რა შთაბეჭდილებაც მრჩება იმის თქვა მინდა, რომ სამწუხაროდ ყველაფერი კეთდება ქვეყანაში იმისთვის, რომ მოხდეს დაუშვათ ქართული ოცნების დისკრედიტაცია ბოლომდე და პრინციპში მოხდეს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციაც. იმიტომ რომ ის პასუხისმგებლობა დაღიქმება ეს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას და ეს საბოლოო ჯამში სად მიგვიყვას და რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი ამას ყველაფერს ვნახავთ, უბრალოდ მე მგონია რომ ეს არ იქნება ის შედეგი, კარგი შედეგი, რომელიც არის ქართული სახელმწიფოს ინტერესებში და ქართველი ერის ინტერესებში, იმიტომ რომ იმ ადამიანის დისკრედიტაცია, რომელიც დღეს ასე თუ ისე არის, დაუშვათ გარანტი იმისა, რომ მართლა მშვიდობა არის ქვეყანაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? იმ ადამიანის დისკრედიტაცია და იმ ადამიანის გარშემო ასეთი რაღაცების კეთება სახელმწიფოს ინტერესებში ნამდვილად არ არის და ეს არ შეიძლება. თუ ვინმე ეს ინტერესი შეიძლება ეს იყოს, ეს არის ალბათ რა ვიცი ნებისმიერი სხვა უცხო ქვეყანა და გარეძალა, რომელსაც ქვეყანაში სურს, რომ ის პროცესები რაც რაღაცნაირად გადავიარეთ და ბეწვისხედზე გავიარეთ, ეს პროცესები ხელახლა შემოაბრუნოს. ბუდიში აი დამთავრებისთვის მე რამდენიმე წუთი დარჩა. ხო, აი ძალიან მოკლედ ვიტყვი, შევესწრები. ერთ რაღაცას ვიტყვი რა, აი ცოტნე მახსენა, მე არა ვარო იურისტიო და ეხა დამნაშავეა თუ უდანაშაულო ამას არო. მე ძალიან მარტივად მინდა ვთქვა რა, ჩვენ სამწუხაროდ უდანაშაულობის პრეზუმპცია ეხლა ცოტნემ რო არ დაარღვია და ჩვენ რო ამას ვიცავ და რო არ ვიცი ჩვენ ფაქტები რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია როგორ არის დარღვეული? არ ვიცი ჩვენ გახმაურებული ეგრეთ წოდებული საქმეები, რომელზეც ეხლა ადამიანები არიან დაკავებულები და უდანაშაულობის პრეზუმპცია იმაზე რა ხორციელდება? ჩვენ არ ვიცით რომ ტელევიზორში ყოველდღე წარამარა ისე ახსენებენ და ისე გამოგაცხადებენ დამნაშავედ, ისე მიგიყვანენ იმ მდგომარეობამდე რომ დამნაშავე ხარ, კაცო და ყოველდღე რო ახსენებენ და არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმპციას, მე და ცოტნე ვარ და შენ ვარ. ჩვენ არ ვიცით დღეს გახმაურებული საქმე, რომელზეც და რომლის ოჯახის წევრებსაც, რომლებიც სრულიად უდანაშაულოდ არიან, ციხეში იმყოფებიან. სრულიად უდანაშაულოდ ციხეში იმყოფება, ნის ოჯახზე რა ხდება ყოველდღე და ყოველ წამს და რამდენი კიდე ჩვენ რომ არ ვიცით იმდენია და ჩვენ ხო ამ ყველაფერს ეხლა ვხუყურებთ, ეხლა ვხედავთ. როგორ შეიძლება რომ ასეთი რამ ხდებოდეს დღეს იმ პირობებში, როცა ჩვენ ეს ყველაფერი გვეგონა რომ დამთავრდა, რომ მორჩა, რომ არ შეიძლება და არ არსებობდა ეთერში ან ტელევიზიით გაგვეგო ვინმეზე ესე უდანაშაულობის პრეზუმპცია დაერღვია და პირდაპირ ეთერში ყოველდღე, ყოველ ერთ საათში აცხადებდნენ მკვლელებად, დამნაშავეებად, კორუმპირებულებად და ასე შემდეგ. ნუ თუ ჩვენ ეს არ ვიცით, ჩვენ ხო ვიცით, ჩვენ ხო გვეგონა რომ დამთავრდა. ჩვენ ხო ამაში შეუწყეთ ხელი ყველა ერთმანეთს, ბიძინა ივანიშვილსაც, ქართულ ოცნებასაც, რომელმაც 10 ჯერ შეიცვალეს ზნე და ფერი. ჩვენ ხო ამას ვაკეთებდით და ბოლოს მინდა ვთქვა. ეს იცით რასთან არის საქმე, რასთან გვაქვს საქმე? სამშობლოს მოღალატეებად რო აცხადებდნენ პარტიას. თითოეულ პერსონაჟებს და ამაში ვეთანხმებოდით და ეს ფაქტები დასტურდებოდა. დღეს სამშობლოს მოღალატეებზე უარესი ხდებიან თვითონ რომ მათ ის ეპატიათ და დებატებში ჯდებიან მათთან და საზოგადოებას იწვევენ რომ მათთან დავждეთ ჩვენ დებატებში. აი ეს სინამდვილეში არის სამშობლოს ღალატი, სწორედ ეს არის, იმიტომ რომ სამშობლოში იგულისხმება ხალხი
ადამიანები ფიზიკურად ვინც ცხოვრობენ და არა მხოლოდ ტერიტორიები და ასე შემდეგ. სააკაშვილს რომელსაც ადანაშაულებდნენ და სწორად რომ სამშობლოს მოღალატე იყო. სააკაშვილი რომელმაც და მისმა რეჟიმმა რომელსაც ქუჩაში 156 ახალგაზრდა მოკლა დახური და პირდაპირ ამ სიტყვის მეშვეობით სააკაშვილმა რომელმაც ტერიტორიები დაკარგა 2 დღეში სრულიად დაკარგა ტერიტორიები და ვიცით როგორც გადააბარა რუსებს და დღეს ის მათთვის არავინ არ არის და აცხადდნენ სამშობლოს მოღალატედ. სააკაშვილი რეჟიმი რომელმაც არაფერი ზნეობრივი მორალური არ კრა ციხეში პატიმარი გააუპატიურა და ესეც ხო კარგად ვიცით ჩვენ აი სწორედ ამ ადამიანებს რომელსაც აცხადებდნენ სამშობლოს მოღალატე და კოალიცია იყო დიდი და ამაში მოკავშირე ყავდა საქართველოს საზოგადოება აი სწორედ მათთვის არის სამშობლოს ღალატი და მეტი რომ დღეს იმათი საქმე დაივიწყე აღარ არიან სამშობლოს მოღალატეები და მე პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრს დღეს მეუბნება რომ ეს არის მაღალ მორალური ზნეობრივი ჩვენი კულტურა მერაბ შენ წიგნი აიღე და დაკმაყოფილდი ხარ ამ წიგნით წიგნში ხარ შენ გამოსული და დღეს ჩვენ უნდა ამ ადამიანებს ველაპარაკოთ შეურიგდეთ დაველაპარაკოთ და დებატებში ინგლისური ფორმატის დებატებში მოვიწვიოთ აი ეს არის სამშობლოს ღალატი სინამდვილეში ემოციები არ მალაპარაკებს და თუ ასე არ არის არაფერი ძალიან მარტივად მიუბრუნდეს ყველა სათითაოდ იმ ადამიანებს ვისაც ხედავს ხშირად და უთხრას აი დაჯდები შენ დაჯდები დავით შენ დაჯდები იმ კაცთან რომელიც კამერას აღებდა და გეუბნებოდა მე შენ ახლა უნდა გიხმარო და რომელიც ყველაფერს ზნეობას აკეთებდა და არ ვიცი კიდე რას და რომელსაც როგორც პასუხობდა ეს მისი ოჯახის წევრი და რაც გაიარა ჩვენ ხო კარგად ვიცით რაც გაიარა აი უთხრას ახლა იმას რომ მოდი ახლა შენ რა გეყოფე კარგი და დაჯექით რა ხო თვითონ იცის რა პასუხსაც მიიღებს მე რატომ სვავს ჩვენ რაც სად გვეპატიჟება რომელ საზოგადოებას ეპატიჟება აი სამშობლოს ღალატი უკან მოუბრუნდება და იმდენს იზავენ სამწუხაროდ ისე მოხდება რომ ისე არ მოხდეს რომ იმ ნაციონალურ მოძრაობამ რომელსაც თვითონ ასამართლებდა ნიურნბერგის პროცესი კი არ იყოს ნიურნბერგის პროცესი არამედ ყველაფერი ისე შეიცვალოს რომ ისინი გაასამართლონ ჩვენ მერე რა ვქნათ ჩვენ რა ვთქვათ რა სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ ამაზეა საუბარი დიდი მადლობა მეგობრებო დღეს აი ქონდა მათ შორის სხვადასხვა თემებიც ასევე მონიშნული მაგრამ იმდენად მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ ეს თემა რომ მთელი ჩვენი საერთო დრო დაუთმეთ სწორედ აი ამ ინიციატივაზე საუბარს რაც არის ალბათ კოაბიტაციის მეორე სეზონის დასაწყისი ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით რაც გვაქვს მოცემულობა სწორედ ამისკენ მიუთითებს ქართული ოცნების ინიციატივა მდგომარეობს იმაში რომ მისი ძველი თანამებრძოლები ციხეში უნდა გაუშვას მრავალი წლით ხოლო ის პოლიტიკური ძალა რომელიც აგენტურად ყავდა გამოცხადებული და მის აკრძალვას გვპირდებოდა მათ უნდა დაუჯდნენ დებატებში და მოახდინონ მათი რეანიმაცია ქართულ პოლიტიკაში ჩვენ დღეს დაგემშვიდობებით ერთმანეთს 4 შაბათს შევხვდებით საინტერესო სტუმართან ერთად საინტერესო თემებზე სასაუბროთ იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი საუბარი დიდი მადლობა და კარგად გრძანდებით მადლობა ბოდიშით ემოციებისთვის მომავალ შეხვედრამდე